მე მგონია რომ აი ამ თელ საქმეში იკვეთება მორალური, საკანონმდებლო, სოციალური საკითხების მთელი ნუსხა, რომელიც არის ძალიან პრობლემური. იმ საზოგადოების იმდენი შრის პრობლემას ავნებს, რომ აი 45 წუთი ვსაუბრობთ ქალთუნეკასთან და დასაწყისამდეც კი ვერ მივედით, რადგან მინდოდა საბოლოოდ რომ გვესაუბრა. გურო, თავისთავად ფაქტი არის ერთი, რომ ეკა კუპატაძეს მოუწია აი რკინის ქალამნების ჩაცმა რომ მიეღწია ამ საქმის გამოძიებისათვის. მან თქვა რომ მან რაღაც მომენტში როცა შეხვდა პროკურორს საწყის ეტაპზე მიხვდა რომ აქ აპირებდნენ პრაქტიკულად არავის დასჯას. აი მიჩუმათებას აპირებდნენ ამ საქმის, არსებობდა რაღაც კონკრეტული ინტერესი, სავარაუდო ბრალდებულების ოჯახის წევრები იგებდნენ, როდის რეკავდა ეკა კუპატაძე 112-ზე, ანუ რაღაც პოლიციიდან ისე ჟურნალდა ინფორმაცია როგორც არაფერი, ხო? თავისთავად ამ ნაწილზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. რა ხდება საქართველოში ამ დროს, როცა ხდება ამ ტიპის დანაშაული? გამარჯობა, საღამოშტობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ჩემთვის ძალიან ძიმე არის ამ საკითხზე საუბარი და პირველ რიგში ხო ალბათ ძალიან ძიმე არის ამ ყველაფრის ესე ეკრანებიდან ყურება. როგორც ადამიანურადაც, წმინდა ადამიანურადაც იურიდიული ნიუანსები რომ გვერდით გადავდოთ, წმინდა ადამიანურად ჩემთვის ძალიან ძიმეა იმის ყურება, რომ შულკვდარი მდოვიარე დედა იძულებულია ესე სატელევიზიო ეთერიდან სატელევიზიო ეთერში იაროს, მანამდე თვეების განმავლობაში ხან პროკურორთან ითხოვდა შეხვედრას, ხან გამომძიებლებთან ითხოვდა შეხვედრას და აი ამ გზით ცდილობდა რომ ერთის მხრივ ემტკიცებინა საკუთარი შვილის უდანაშაულობა და მეორეს მხრივ ეძებნა მის ყოლობაში ბრალდებული თუ მსჯავრდებული ბრალდებული ადამიანები და ებრძოლა, რასაც ვთქვი, პირგაგებით ებრძოლა მართლა ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის, ხო? ეს არ არის ნორმალური. ნამდვილად, როდესაც მგლოვიარ დედას ცალკე ამ დიდი ტრაგედიის მიღმა უწევს აი ამ ხელა ჯაფის, ამ ხელა მათ შორის ემოციური მსხვერპლის გაწევა, ხო? და ამ დროს ამას შემოდის უკვე იურიდიული მხარე ამ საქმის, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში რომ თავიდანვე ეფექტიანად, სამართლიანად, სწრაფად წარმართული გამოძიება და სამართალმცავ ორგანოებს გადაედგათ ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ პროცესში გაჩენილი იყო ნდობა პირველ რიგში დაზარალებულის ოჯახის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, დღეს ქალბატონი ეკა ამ პოზიციაში არ მოუწევდა მას ყოფნა, ხო? და ალბათ ეს ჩემი დაშვება არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ჩემი დაშვება არის, რომ სულაც არ არის მისთვის კომფორტული, რომ ჩაანაცვლოს სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ამტკიცოს ვიღაცის დამნაშავება. ის არის დაზარალებული და არის მას უწევს ამ როლში ყოფნა. აი მე ვკითხე ქალბატონეკას, როდის მიხვდა, რომ მისი ჩართვის გარეშე არ გამოვიდოდა, რომ საქმე წავიდოდა ცუდად და მითხრა, რომ როცა შევხვდი პროკურორს საწყის ეტაპზე, მივხვდი, რომ აქ აპირებენ ერთი ადამიანის დასჯას. ოღონდ ეს დასჯაც იქნება ძალიან პირობით, რა წელიწად ნახევრიანი სასჯელის ფორმატში და ეგ იქნება სულ. ზოგადად ეგ საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა, ხო? როცა მკვლელობა იცია, რომ ვიღაც ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ აი რაც მუხლებით манипуляცია, ანუ საქმე ფუჭდება აი პროკურატურის ეტაპზე, ყველა პროკურორ შეუძლია საქმის გაფუჭება ხოლმე. ამ მხრივ, ოღონდ გვაქვს ამავდროულად პროცესი, ხო? სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც მოითხოვს, რომ გამოყო დაზარალებული ეჭვმიტანი ბრალდებული, ეჭვმიტანი აღარ ყავს, მაგრამ ბრალდებული ფიგურანტების საქმის. ამ მხრივ როგორ ფუჭდება საქმეები საქართველოში? განსაკუთრებით ასეთი საქმეები. ძალიან ბევრი გზა შეიძლება არსებობდეს საქმეების გაფუჭების, დაწყებული იმით, რომ უბრალოდ გამოძიება დაიწყოს არასწორი, არაზუსტი კვალიფიკაციით და ჩვენი კანონმდებლობა მოკლედ ძალიან ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენი კანონმდებლობა ადგენს ლოგიკას, რომ თავდაპირველად როდესაც იწყება გამოძიება, მისი მიზანი უნდა იყოს ყველა შესაძლო ვერსიის შესწავლა, ანალიზი, მოძიება ყველა მიმართულებით საქმის გამოკვლევა. და ამის შემდეგ დავიწყება უკვე როდესაც საქმე შეისწავლება, მტკიცებულები დამაგრდება, დავიწყება საქმის და ბრალდების კონკრეტული პირების მიმართ წარმართვა, ხო? აი სწორედ ამ გამოძიების საწყის ეტაპზევე, თუ კი არასწორად რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები იყო გამოკვლევის გარეშე დატოვებული, ყურადღებოთ მიტოვებული, ეს შეიძლება იყოს არაპროფესიონალიზმის ბრალიც და შეიძლება იყოს მათ შორის არაკეთილსინდისიერების ბრალიც, ხო? ამ საქმეში მე გამიჭირდება ახლა სპეკულაცია იქნება ვთქვა, რომ ან არაკეთილსინდისიერება იყო, ან ვთქვათ არაპროფესიონალიზმი, მაგრამ ფაქტი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო.
და რატომ არის ჩემთვის ეს ფაქტი. სანამ ისევ და ისევ ქალბატონ ეკას არ მოუწია ესე საჯაროდ აქტიურობა ბრძოლა, მათ შორის როგორც ფორმალურ სამართლებრივი გზების გამოყენება, იქ პროკურორებთან შეხვედრა, შეიძლება შუამდგომლობის და რაღაცა საგამოძიებო ინიციატივების მიწოდებაც, ჩვენი კანონმდებლობა ამას არ გძალავს, რომ ბრალდებულმა მაგალითად რაღაც მოსაზრებები გაუზიაროს პროკურორს, ხომ? ასევე არაფორმალურად იგივე, როდესაც საუბარი არის საზოგადოებრივი წნეხის შექმნაზე და იგივე გვახსოვს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან რეზიდენციასთან აქციების გამართვა და მიმართვების გაკეთება მისი ოჯახის წევრების მიმართ, ხომ? და ამის შემდეგ უკვე საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც იწყება გამოძიების ახალი ტალღა, უბრალოდ ახალი ტალღა ბრალდებების, ხომ? ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნებოდა ამ საქმეში თითოეული მტკიცებულება, როდის არის მოპოვებული. იგივე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ახლა ამ დღეებში ახალ ბრალდების დადგენილებებზე და ახალ ბრალდებულებზე და ახალ დაკავებებზე, ხომ? რატომ მოხდა ეს ახლა? ხომ არ იყო იგივე საფუძვლები მაგალითად რამდენიმე თვის წინ დაწყებულიყო დევნა ამ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც დაიწყო, ხომ? და თუ კი ახლა რა ახალი არსებითა და ახალი მტკიცებულებები შეეძინა გამოძიებას, რომლის საფუძველზეც მაინც და მაინც ახლა გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ბრალდებულად ეცნო ესა თუ ის ადამიანები, ხომ? იგივე გარდა ამ საკითხისა ზოგადად ნებისმიერი მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება როდის ჩატარდა, რამდენად ზუსტად ჩატარდა, რამდენად ეფექტურად, ხო? ეს ამის შესწავლის გარეშე ძალიან რთულია ვილაპარაკოთ ჩვენ გამოძიების როგორ თქვა ეფექტიანობაზე, მაგრამ ის რომ თავისთავად ამ საქმის დაზარალებულის ოჯახის წევრებს აი ამ ფორმით უწევთ მოუწიათ უბრალოდ თვეების განმავლობაში ბრძოლა, ჩემთვის აჩვენებდა რომ ხო სხვა გზა არ ქონდათ ამ ადამიანებს, პირველ რიგში ქალბატონ ეკას არ ქონდა სხვა გზა და ამ გზით ცდილობდა ერთგვარად წნეხი შეექმნა სამართალდამცავ ორგანოებზე. ბოლო დღეების დისკუსია მათ შორის ამ ახალ ბრალებთან დაკავშირებით გამოიწვია იმანაც, რომ პროკურატურას მოუწია სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამო, ქალბატონ ეკას ბრძოლის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან გამოიყენებინა ის მუხლები, რომლებიც როგორც წესი ნაკლებად გამოიყენება ხოლმე ამ ტიპის საქმეებში. როგორც წესი, ანუ ცრუჩვენების მიცემა, თქვა თუნდაც წაქეზება, ან ისეთი მუხლები, რომლებიც შედარებით ცოტა უფრო შემდეგი შრის დანაშაულებებია, ხო? კვლელობის ცდელობა, განზრახვის მედაზიანებას ხელს, რაც მარტივი სამტკიცებელი ამით შემოიფარგლება ხოლმე გამოძიება და შემდეგ შრეში არ გადადის. მათ შორის ჩვენი სისხლის სამართლის ერთ-ერთი მუხლი არის განსაცდელში მიტოვება ადამიანის, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გამოყენებულიყო იგივე ხორავას ქუჩის საქმეზე გარკვეულ ნაწილებში. იქ ერთი ტაქსის ძღოლი იყო, რომელიც ურცხვად ამტკიცებდა ბოლომდე, რომ ვერ დაინახა, რაც მის ხვირწინ ხდებოდა, ხო? ცრუჩვენების მიცემაც ასევე მარტივად უყურებს ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს რეალობაში, სოციალურად მიღებულად მიიჩნევა, რომ ცრუჩვენებას აძლევს სასამართლოს. აი ეხლა მათ შორის დისკუსია რატომაც გამოიწვია, გამოიყენეს ის მუხლი, რომელიც მარტივად განჭვედადი შინაარსის არ არის, წაქეზებას გულისხმობ. როგორც იურისტი, როგორ კითხულობ ამ მუხლს? აი რას ნიშნავს ეს მუხლი? წაქეზებაზე აუცილებლად გიპასუხებ. ის მუხლები, ამაზეც მოკლე რეპლიკის სახით გამოვხმაურები, რომ ის მუხლები, რომლებიც ახსენე შენ იგივე ცრუჩვენება, ვთქვათ, მართლმსაჯულების სოლობაზე, ეფექტიან მართლმსაჯულებაზე არ მართლმიერზე გავლენის მოხდენას რაც უკავშირდება, ხო? ესეთი მუხლებია, შეიძლება იყოს ცრუჩვენება და ამ შემდეგ, მაგრამ სანამ ასეთ მუხლებზე გადავალთ, იგივე დაყოლიება ცრუჩვენებაზე მათ. ხო, რა მოწმეზე გავლენის მოხდენა და ასე შემდეგ, ხო? სანამ ამ საკითხებზე გადავალთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაეფექტიან გამოძიებაზე, უნდა დავსვათ კითხვა პირველ რიგში, ადგილი ხომ არ ქონდა საერთოდ სამოხელეო დანაშაულს მაგალითად. გამოძიებლის პროკურორის მხრიდან. მე მაინტერესებს მაგალითად ამ მიმართულებით არის თუ არა დაინტერესებული გამოძიება. როდესაც ჩვენ ხედავთ დაგვიანებულ მართლმსაჯულებას. ხომ? და ფაქტი არის, რომ თუ კი პროკურატურა დღეს გვიმტკიცებს, რომ აი ამ ძალიან ძიმე შემთხვევიდან 10 თვე გავიდა დაახლოებით, ხომ? 10 თვის შემდეგ მოხდა ბრალდება. ხო ადამიანების. მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ფიგურანტების გამოკვეთა და ეს არ არის პირველ შემთხვევაში, ხო მანამდეც ჩვენ იგივე კვალიფიკაციის გადამძიმება, სხვა პირების მიმართ სასამართლობრივი დევნის დაწყება. ამის მიზეზი ხომ არ იყო რაიმე ტიპის სამოხელეო დანაშაული, მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობა, უფრო მძიმე დანაშაულებზე რომ არ წავიდეთ, ხო? ჩემთვის ესეც საინტერესო არის და თუ კი პროკურატურას სურს რომ საზოგადოებრივი ნდობა გაჩნდეს ამ ასეთი საქმეების მიმართ, პირველ რიგში ამაზე უნდა გვიპასუხოს, ხომ არ არის, რამდენად არის დაინტერესებული, რამდენად იძიებს, ხომ არ არის აქ მართლაც სამოხელეო დანაშაული ჩადენილი.
მეორეს რო ამის შესახებ არაფერი აქვს მენია ჩვენ. არა და წესიც ხო, ანუ ჯერ იყო რაიონულ თუ რაც ქვია ამ ეტაპზე, მე რო გადავიდა მთავარი პროკურორი, გამოსწორდა საქმის ძიების ისა, ხო, რაღაც შეიცვალა დინამიკა და მოდი იქ სადაც ეს მიდიოდა იმდინებით, როგორც მიდიოდა. იქ ხო აშკარად წესით უნდა იყოს სამოხელეო დანაშაული. აშკარაა სამოხელეო დანაშაული რაღაც ნიშნები. უშუალოდ ძიებისთვის საკმარისი არის. გამოძიება, როდესაც ასეთი კრიზისი არსებობს, გამოძიების მიმართ, პირიქით, მე მგონია რომ ნორმალურ ვითარებაში გამოძიებას თავად უნდა აინტერესებდეს ამ კითხვას გასცეს პასუხი და ამაზე პასუხის გაცემის ყველაზე სწორი გზა ისევ გამოძიებითვე დადგენა იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი. ხო, ეს ზეპირ სიტყვიერად ჩვენ ვერ დავაჯერებთ ერთმანეთს და ამ ეჭვებს ვერ გავფანტავთ, ხო? რაც შეეხება უკვე შენს კითხვას წაქეზებას როგორ უყურებ, ხო? ჩვენი კანონმდებლობა წაქეზებასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრ სტანდარტს აწესებს და ეს გამომდინარეობს ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ წაქეზებაც პირდაპირ არის დაკავშირებული უშუალოდ ჩადენილ ქმედებასთან. წაქეზება უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ ქმედებაზე, იმის რომ პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ დანაშაულისთვის, ხო? არ შეიძლება წაქეზებაზე ვისაუბროთ, თუ კი საუბარი არის რაღაც ტიპის თუნდაც დევიაციურ კონფლიქტური სიტუაციის ჰიპოთეტური გამოწვევა, ხო? აქ საუბარი არის იმაზე, რომ წამქეზებელი უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს მოწოდებული იმისკენ და წაქეზება უნდა იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ ჩადენილი იყოს კონკრეტული დანაშაული და შემდეგ ეს ქმედება განხორციელდეს რეალურად, ხო? სხვა შემთხვევაში რთული სამტკიცებელია საკმაოდ. რთული სამტკიცებელი ამას ჭირდება რა თქმა უნდა მტკიცებულებები კონკრეტული, რომელიც აჩვენებდა განზრახვას, პირდაპირ სანირებ განზრახვას ამ ნაწილში ქმედების ჩადენაზე, ხო, ბრალდებულის მიმართ. მე არ ვიცი ახლა ამ საქმის მასალები დეტალურად და გამიჭირდება მტკიცება ამ პირიქით უარყოფა, რამდენად იყო ეს კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ სტანდარტს აწესებს ამ ტიპის დანაშაულებს. აქ რამდენიმე მუხლი გამოიყენა სახელმწიფო ბრალდებამ, ხო? განზრახვთმე დაზიანება, ასევე გამოიყენეს მუხლი არ შეტყობინება, ხო? შეუტყობინებლობა და მათ შორის შეუტყობინებლობის ნაწილში აი ორი არასრულწლოვანი გოგონა რომელიც დააკავეს, იქ ძალიან აშკარაა ყოველ შემთხვევაში იმ საჯარო მტკიცებულებიდან რაც ჩვენ გვაქვს. აი ეს საქმე არის ყველაზე უფრო ესეთი, ყველაზე რთული საქმე ამ გაგებით. ალბათ გვეუბნებიან რომ რაღაც მტკიცებულები გამოჩნდება კიდე, რომელიც იმ უზარმაზარი საქმე არის, რომელიც დაასაბუთებს უფრო უკეთ, მაგრამ თავისთავად მიმდინარეობა ამ საქმის, ხო? ხა ჩვენ პროცესი დახურულია, ხო? ბრალდების ნაწილს ლაპარაკობს დაზარალებული. ბრალდებულების ნაწილს არავინ არ ლაპარაკობს ასე საჯაროდ, არ მოგვისმენია შედარებით და აი საზოგადოება მაინც იღებს რაღაცნაირად არასრულ სურათს. მე არ ვიძახი რომ ვინმე საზოგადოებას ატყუებს, მაგრამ არასრულია ამ გაგებით სურათი. ხო, რაღაცა საჯარო სასამართლო გვაქვს მოწყობილი უცნაურად, მაგრამ სურათი მაინც არასრულია. სად არის აქ პრობლემა? ცირა რთული კითხვა არის მართლა ეს, იმიტომ რომ ეს დანაკლისი მეც მაქვს ამ საქმეზე, როგორც იურისტსაც ძალიან მაინტერესებს ამ საქმის დეტალები, მტკიცებულებები. ალბათ შესაძლებლობა რომ იყოს პროცესებზე შეიძლება დავსწრებოდი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ასევე ისიც რომ ამ საქმეში ფიგურანტები არიან ასევე არასრულწლოვნები. ხო და ნუ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ვარაუდით, ერთ-ერთი თავარი მიზეზი, თავარი არგუმენტი, რატომაც ეს პროცესები არის დახურული, სწორედ ამ საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვნების ინტერესების დაცვა არის. ოღონდ საბოლოო ჯამში შეიძლება ეს დახურვა, საბოლოო ჯამში ისეთ სურათს ვიღებდეთ, რომ პირიქით უკვე ამ არასრულწლოვნების ინტერესებსაც ერთგვარად აზიანებდეს, იმიტომ რომ შეიძლება მათ ადვოკატებსაც მე აღარ შეუძლიათ საჯაროობაში, ხო, საჯარო სივრცეში ამ მტკიცებულებების გამოტანა, საკუთარი პოზიციების დაფიქსირება, ხო? აქ ხო ალბათ სასამართლომ აი ამ ბალანსზე უნდა იფიქროს, რეალურად პროცესების დახურვა, ვის ინტერესებს როგორ ემსახურება და ხო, არ მხოლოდ არასრულწლოვნების, მათ შორის შეიძლება დაზარალებულის ინტერესებსაც ემსახურებოდეს პროცესის დახურვა და ბუნებრივია ამ ინტერესების გათვალისწინებაც უნდა. ჩვენ საუბრობდით, რომ ქალთუნეკა არ უნდა იყოს ბრალდება, მას არ უნდა უწევდეს სამის კეთება, რაც ახლა აკეთებს. ეს სახელმწიფო ბრალდების საქმეა. თუმცა აი ყველაფერი აგრეულია მთელ ამ პროცესში, ხო, სამართლის ადგენის პროცესში ჩვენთან. ხო, ალბათ ხო, მარტივი შესამჩნევი არის, რომ ამ საქმეში პროკურორზე მეტს საუბრობს ქალბატონი ეკა. ქალბატონი ეკა რომ საუბრობს, ეს არანაირად პრობლემა არ არის, პირიქით ეს ძალიან ბუნებრივი და გასაგები პროცესი არის, მაგრამ ამ საქმეში პროკურატურის მხრიდან მეტი ახსნა განმარტების სივრცე არსებობს. პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებებზე, საქმის გაერმევებზე, ისევ იმ დათქმით, რომ ამან არ დააზიანოს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულების ინტერესები, მაგრამ ჩემთვის ეს საქმე ასევე უფრო დიდი კონტექსტი, დიდი პრობლემის, როგორ თქვა, სიმპტომიც არის რა, როდესაც
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე ძალადობაზე, ძალადობის ნორმალიზებაზე, შენ ახსენე სრუჩვენებებზე, რეაგირების არ მოხდენაზე, როცა მათ შორის ამ კონფლიქტებში მონაწილე მოზარდების არასრულწლოვნების წინარექმედებები შეიძლებოდა უფრო ადრე შეემჩნია როგორც საგანმანათლებლო სისტემას, სასკოლო სისტემას, ისე სამართალმცავ ორგანოებს და ამ წინარე ინციდენტები, როდესაც ძალადობრივ ინციდენტებზე არის საუბარი, უფრო ადრეული ინტერვენცია, ადრეული რეაგირება არ ყოფილიყო, მე დარწმუნებული ვარ, ამ ტრაგედიის თავიდან არიდება რამდენი რგოლი ჩავარდა, რომელსაც უნდა ემუშავა სინამდვილეში, რამდენი რგოლი ჩავარდა ამ კუთხით, ხო? ოჯახები. ამ ოჯახის წევრები იყვნენ, ვინც ამ რაღაცა როგორც ჩანს იყო ეს რაღაც მარბიელი რაზმივით, რომელიც ადამიანებს ასწევდა და სცემდა. და სხვა შორის ჩვენთან კიდე რაღაცნაირად რა ამაზე მინდა გკითხო, ეს ჩხუბში მონაწილეობა, რაც სხვანაირად ნორმალიზებულია. აი მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის მამაც ამბობდა, ვის არ უჩხუბია გოგოს გამო. ეს სულ ყველას მე ამ გიგავალიანის აქვს მე ამის მაგალითს ვეუბნები. უნდათ თუ არ უნდათ გიგავალიანის მოკლა ამ ხალხს, მოკვდა. ანუ ერთი წამია მართლა რომელიც ამ ყველაფერს წვეთს და სამწუხაროდ ჩვენთან სოციალურად რაღაცა ესეც ნორმალიზებულია. ნუ იჩხუბეს რა, ამ ჩხუბში ერთი წამია ეს. აი ეს საქმე გავიხსენოთ ყოველთვის როცა ამბობთ. აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან დიდი მადლობა რომ ეგ საკითხი ეს წამოწია, იმიტომ რომ ხო, ანუ ეს ფიზიკური დაპირისპირება, ფიზიკური კონფლიქტები გარკვეულწილად ხო თითქოს ნორმალიზებულ ფორმას იძენს, რომ ხო ეხლა ანუ ის არ უჩხუბია ახალგაზრდობაში და რა პრობლემა არის თითქოს, როდესაც თუნდაც ან გოგოს ინტერესების დაცვით თუ რაიმე სხვა მიზნით ხო, რა ვიცი, ვაშკაცური იმებით გზნობების შელახვისთვის თუ პირიქით შეიძლება ვიღაცას ფიზიკურად გაუსწორდე, ხო? და ნამდვილად ამ დროს მithumetes როცა საუბარი არის მოზარდებზე, არასრულწლოვნებზე, რომლებსაც ძალიან ისედაც ამასაკში ძალიან დიდი არის სპონტანური ქმედებების, ირაციონალურობის კომპონენტი, ხო? ძალიან დიდი არის რისკი ამ დროს, რომ ესეთი ერთი შეხედვით უწყინარი ფიზიკური დაპირისპირება ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს და ეს საქმე არის ამის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მაგალითი. ამიტომაც მათ შორის საჯაროებაშიც როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, ხო, ალბათ სწორი არის რომ ბევრად ფრთხილები ვიყოთ, რომ ამით კიდევ უფრო მეტი ნორმალიზება არ მოხდეს ისედაც ძალიან, როგორ თქვა, გავრცელებული ქცევის, ქმედების და ამის თქმა და მეწეღან, ანუ იგივე ჩვენ ვნახეთ, ხო, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მოზარდების ჯგუფები რაღაც საჯარო სივრცეში სკვერში ძალადობენ ვიღაცაზე და ამაზე ნულოვანი რეაგირება აქვთ იქ მყოფ გარშემოყოფ ადამიანებს, ხო? მაშინ როდესაც იმ ძალადობრივი კონფლიქტი თავისთავად პრობლემა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ამით ძალადობის მსხვერპლი რა მასშტაბის, რა სიმძიმის წნეხს, ტრამვას განიცდის ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიურ ტრამვას განიცდის, ეს არავინ არ იცის და მეორე, ამით ხომ ძალიან იზრდება იქვე ძიმე დაზიანების რისკები და მეორე, ამით ასევე იზრდება შურისკების, შურისძიების, ანგარიშწორების რისკები, ხო? ამიტომაც ამ საკითხებზე აჭვი არის ეგ, რომელიც საბოლოოდ აი ფატალურად ამთავრდება ან ჩვენ გვჭირდება რა ადრეული განგაშის სისტემა, განათლების სისტემაში, როცა ამას, ანუ თუ ოჯახი ამას ვერ ახერხებს, ხო, რომელიც განგაშს ატეხს, რომ რაღაც ასეთისკენ მიდის ბავშვი, რაღაც ეს პრობლემა შეიძლება შეიქმნას და ჩვენთან პირიქით მიჩუმათება მიიჩნევა, როგორც ამის მოგვარების სოციალური გამოსავალი რაღაც. აი ხა რამდენი ადამიანი პოსტავს ეკა კუპატაძის ინტერვიუს ქონდა, რა ვიცი, რამდენი ნახვა, ხო, და ყველა იძახის, რომ აი ეკა კუპატაძის უჭერენ მხარს და მათ შორის ძალიან კრიტიკული ლანძღავენ, თქვათ, რაც გასაგები ემოციაა ძალიან. მაგრამ მოდი დავსვათ ყველა მკითხვა ჩვენ შესახებ, ჩვენ სოციალურ გარემოზე. რამდენს გსმენი ამ ხელის დაფარების, მიჩუმათების ნაწილზე, ჩვენიანზე. სულ როცა აყვავდა ნუში მახსენდება ლანა ღოღობერიძის ფილმი. ხო მაგაზია და დიდი ხო არაფერი არ შეცვლა მაგის მერე ჩვენ საზოგადოებაში. რამდენჯერ ვნახეთ ეს მიჩუმათება ოჯახები რაღაცას გამოვადრუნოთ, პატარა, უშველოთ, დავმალოთ, ცხოვრება არ დაუბგრიოთ. ხო, ცხოვრება არ დაუნგრიოთ არგუმენტით შეიძლება საბოლოო ჯამში უფრო მძიმე შედეგი მივიღოთ, იმიტომ რომ თუ კი ადამიანი აშავებს და ამაზე დროულად არ იქნება რეაგირება, არ ვამბობ რომ ეს მაინც სამაგალითოდ კაცრი რეაგირება უნდა იყოს, მაგრამ აი ესე ცხოვრება არ დაუნგრიოთ და ჩაფარცხოს რასაც ეძახიან, ამგვარ დამოკიდებულებამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო მძიმე დანაშაულებამდე, უფრო მძიმე შედეგებამდე, ხო? და დღეს ჩვენ მაგას ვხედავთ ზუსტად რა, ანუ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ადეკვატური და ეფექტიანი
გზა არის მისი საერთოდ პრევენცია, თავიდან არიდება, ან იმ ეტაპზე რეაგირება, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ძალიან ძიმე შედეგები მიღებული, ხო? დღეს პროკურატურამ სულ რომ სამაგალითო სიმკაცრე, სამაგალითო როგორ თქვა, შეუწყნარებლობა გამოიჩინოს, ამ ტრაგედიას უკვე ვეღარავინ ვეღარ გადაახობს, ხო? ჩვენ უკვე ერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ და ასევე არ უნდა გვაუწყდეს რომ თავის მხრივ სერიოზული დანაკლისი არის, როდესაც არასრულწლოვნები ამგვარ დანაშაულებრივ გზას დაადგებიან და მერე მათ წლობით გატარება უწევთ ციხეში. ესეც არ არის, არ ვიცი, ესეც არ უნდა იყოს ნორმალიზებული, როდესაც ამდენი არასრულწლოვანი ციხეში მიდის და წლობით უწევს იქ. აი რაღაც შუაშია საპონელის განგაშის სისტემა, რომელიც არასრულწლოვან ციხეს გადაარჩეს, მაგრამ ამ გზიდანაც აარიდებს. ხო, ალბათ სკოლა არის გამოსავლით, როცა სკოლაზე ვილაპარაკობ, სულ განათლების დონეზე და წერა კითხვის. უსაფრთხოებაზე ვილაპარაკოთ პირველ რიგში. ეს ხო უსაფრთხოების პრობლემებია, რომელსაც ვერ პასუხობთ. რა მოხდა მაშინ სარალიძის საქმეში, ხო? ისიც ხო სკოლის გარემოში განვითარდა ის კონფლიქტი საბოლოო ჯამში. ხო, სკოლას რომ არ ვიცი, ხო, სკოლის ინფრასტრუქტურას, სასკოლო ადმინისტრაციას, ну, ცხადი არ ვამბობ იმას, რომ 100%-იანი პრევენცია შეუძლია და ხო, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ დავიცავთ ჩვენს მოზარდებს თუ სკოლის მოსწავლეებს მსგავსი კონფლიქტებისგან, მაგრამ სკოლას ყოველთვის შეუძლია მეტი გააკეთოს ამგვარი კონფლიქტების პრევენციისთვის, მაგრამ მე არ დავავიწროვდი ამ პრობლემას მხოლოდ სკოლებამდე. ის რასაც ჩვენ ვუყურებთ ჩვენ საჯარო სივრცეში, ხო? მე მგონია რომ პირდაპირ მასში არის ეს მზარდი აგრესიის ნორმალიზება, ძალადობის ნორმალიზება, თუნდაც ის რასაც ხედავდით ჩვენ თვეების განმავლობაში, როდესაც ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფები ვიღაცების მიმართ ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური ანგარიშწორება, შეიძლება ყოფილიყო რაღაცა გამოხატვის ფორმების გამო ორგანიზება ძალადობრივი აქტების, ხო? და ამ ძალადობრივი ეპიზოდების მიმართ აბსოლუტური იგნორი სახელმწიფოს მხრიდან ეს ბუნებრივია ახალისებს ძალადობას, ხო? ბუნებრივია აჩენს განცდა საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში, რომ ხო, მსგავსი ქმედებები გააჩნია მიზეზს, მაგრამ რაღაც მიზეზებით შეიძლება ესე იგი ჩვენ ვიღაცებზე ვიძალადოთ და ეს იქნება ნორმალიზებული. ნორმალიზებულია პოლიტიკურ ოპონენტებზე ხო ძალადობა და ცემა, რაც ხელისუფლებამ მოახერხა მის ნორმალიზება, ხო? მაშინ რატო არ ჩათვლის რომ და მილიონი შემთხვევა, რამდენი მილიონი ახლა ისეთ გამოთქვა, რამდენი შემთხვევა ნახეთ ამ რაღაცა პატარ-პატარა სოციალური ჯგუფები, ზოგი ფაშისტურია, ზოგი ასეთი, ზოგი ძახშო პედოფილებს დასწრებს. თორემ ამ ნაწილზეც მინდა კითხვა, აი ვახსენეთ ახლა. იცი რა საუბრენს, აი რაღაცა ჯგუფი არსებობდა ბიჭების, რომლებიც პედოფილებს ებრძოდა, ასე იფუთება ხა ეს ამბავი. ეხლა მან რა ხდებოდა სინამდვილეში ეგერთია, მაგრამ სინამდვილეში ეს საქმე მაგ პრობლემის შესახებ, რაც უნდობლობის შესახებ არის, შიშის შესახებ არის, რომ ამას არავინ არ უყურებს, რაღაც კუთხით. აი, ჩემთვის ეგ შთაბეჭდილებაც აქვს ამ საქმეს. იმდენი შრე აქვს მართლა, რომ აი რას ფიქრობ ამ ნაწილზე? ხო, ცხადია, არის როგორც დაუსჯელობის შრე, ასევე ისიც არის, რომ რაღაც ტიპის ღირებულებების დაცვისთვის არსებობს არა სახელმწიფო ინსტიტუციები, არამედ თვითიუსტიცია და ადამიანებს შეუძლიათ თვითონ გაუსწორდნენ ვიღაცებს და ისევ და ისევ მოლოდინი ის არის, რომ ამის გამო მათ ეპატიებად შემწყნარებლები იქნებიან. სხვა შემთხვევაში მოზარდებმა და ამ ქმედებებში არ მგონია, რომ მხოლოდ მოზარდები იყვნენ ჩართულები, დიდწილად ხშირად არის ხოლმე, როდესაც დასწრული ადამიანებიდან შეიძლება იყოს ეს ახალისებული, მათი მოლოდინი არის ის, რომ ხო, ეს იქნება შეწყნარებული საზოგადოების სახელმწიფოს მხრიდან. სხვა შემთხვევაში, თუ კი ამაზე კაფეო იქნება სახელმწიფოს პასუხი, რომ არავითარ შემთხვევაში რამიზეც არ უნდა იყოს ეს თვითიუსტიცია არ შეიძლება, დაუშვებელი არის. მე და ამაზე ცხადია მე სამუშაო არის, ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა კეთდებოდეს და სახელმწიფოს ხელში ზუსტად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ხო სკოლები მარტო იმისთვის არ არის რომ რაღაცა კონკრეტული დისციპლინები ისწავლონ მოზარდებმა ხო მოსწავლეებმა სკოლა პირველ რიგში იმისთვის არის რომ მოზარდი ჩამოყალიბდეს მოქალაქედ ხო მოქალაქეობა მათ შორის იმასაც გულისხმობს რომ მან იცოდეს რა არის დაშვებული რა არ არის დაშვებული და რაღაც პრობლემას როგორ უნდა გაუმკლავდეს რომ ამისთვის არსებობს რაღაცნაირად ინსტიტუციური წესრიგი ხო ამ ყველაფრით რასაც ჩვენ ვუყურებთ ირღვევა ეს ჩარჩო ხო როდესაც ირღვევა ზღვარი რომ რაღაც ტიპის ლეგიტიმური ძალადობის ერთადერთი მონოპოლისტი მფლობელი არის სახელმწიფო, ხო? ლეგიტიმურ ძალადობაში გულისხმობ დასჭას რაღაც ქმედებების, თუ კი რაღაც ქმედებები. ძალის გამოყენების მონოპოლისტი არის სახელმწიფო. სახელმწიფო შეუძლია მარტო ძალა გამოიყენოს. სხვა ყველაფერი მაშინ რა გამოდის? როგორი მიზეზიც არ უნდა იყოს. ირაკლი, როგორი მიზნითაც არ უნდა ხდებოდეს აი ეს თვითიუსტიცია. ერთი შეხედვით როგორი სამართლიანადაც არ უნდა მიაჩნდეს იმ მომენტში იმ ადამიანს, ეს არის ყოველთვის პრობლემა, იმიტომ რომ ამას ყოველთვის მოსდევს ახალი ძალადობა
ძალადობა, ამას ყოველთვის მოსდევს ახალი დამნაშავე, ახალი მსხვერპლი და ამას ყოველთვის მოსდევს რისკი, რომ ესეთი ძალადობა შეიძლება იყოს განხორციელებული ამ ადამიანის მიმართ, რომელიც არც არაფრის შუაში არ იყოს და არც არაფერი არ დაუშავებია. ხო, მაგით რომ დავიწყო ბოლომდე. ამიტომ ხო, და აქ სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია, მაგრამ დღეს ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ხედავთ. ამ ძალიან მძიმე საქმეშიც კი ჩვენ ხედავთ, პირიქით აქ ძალიან აქტიური უნდა იყოს პროკურატურა. აქ ძალიან აქტიურად ამ ტრაგედიაზე საუბრის დროს ასევე იმაზე უნდა აკეთებდეს კაფიო პოზიციას პროკურატურა, რომ არ შეიძლება ეს რაც მოხდა მოზარდებში, არ შეიძლება ამგვარი ძალადობრივი ქმედებებით ნებისმიერ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს საქმე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბევრი სათქმელი მივიტანოთ. მათ შორის რომ ჩხუბის ნორმალიზა, მე რა როიჩხუბა, ვის არ უჩხუბია, ყანწი არ დალია და იჩხუბა, ის არ ქნა და იჩხუბა, ქორწილის მერე იჩხუბა, რესტორანში იჩხუბა, არ შეიძლება ამის ნორმალიზება, ასე შეიძლება დამთავრდეს ნებისმიერ. მე ის რომ მათ შორის აი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვისაც შეიძლება სახსნა, თუ რამე გაწუხებს, თქვა ამ შემთხვევაში ეს ბრალდება არსებობს, ხო? არსებობს მშობელი, მასწავლებელი მართლა თქვა, ხო? რაღაცა შესაბამისი და ესეც უნდა გავაძლიეროთ, ვისაც შეგიძლია მიმართო, მაგრამ სიამოვნების მიღება იმის კარგი რაღაცა ბიჭები ერთმანეთთან იჩხუბებენ, შეიძლება ესე დამთავრდეს და გიგავალიანი პირველი კი არ არის ვიცი ეს რა, ვიცი, ფილისის ისტორია და საქართველოს ისტორია მაგაზე დგას, რა ვიცი. ხო, მე მართლა ისე შეიძლება ვიმეორებ სათქმელს, მაგრამ იცი რა არის, ანუ ჩემთვის თავი აქცენტი ამ შემთხვევაში ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებები არის და თვითონ პროკურატურა და ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართალმცავი ორგანოები უნდა ქმნიდნენ აი ბაზისურ ნდობას, ხო, იმის თუნდაც ის რომ არ ვიცი, შესაძლო არ ვიცი შევიწროების თუ რაიმე არასამოპყრობის მსხვერპლ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი და მიმართოს სამართალმცავ ორგანოებს, ამისი აუცილებელი წინაპირობა არის ნდობა. ხო? როდესაც ჩვენ ვხედავთ იმ ცვლილებებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება, ხო? როდესაც იგივე თუნდაც ის ერთადერთი დეპარტამენტი, რომელიც არსებობდა თუნდაც მსგავს პრობლემებთან ბრძოლისთვის და ვხედავთ დღეს ეს დეპარტამენტი რითი არის დაკავებული, ძალიან რთული არის მსგავსი ტიპის ნდობაზე საუბარი, ხო? და მე უკვე ეს ქმნის წინაპირობას აი თვითიუსტიციის, როდესაც მე უკვე იწყება თვითგამკლავება ამ პრობლემებზე და ხო, საბოლოო ჯამში აი ამ გზას მივყავართ იქამდე სადამდეც დღეს ვარ. მადლობა ძალიან დიდი გურო იმნაძე იყო ძალიან რთულ თემას საუბრობდით და ვიცოდი რომ გურო შეძლებდა ყველა ასპექტზე საუბარს ალბათ რა ვიცი მთელი სეზონია შეიძლება არ იყოს ამ საქმის აი ძირის ძირობამდე ჩასვლა აქ ხა ამოცემაზე აღარ წამოჭერ კლინიკაში რა ხდებოდა ამაზე და ქალბატონ ეკას აი მას მოუწევს რომ იყოს რაღაცა ლოკომოტივი იმიტომ რომ ის აპირებს რომ მათ შორის ჩინოვნიკების ჩადენება დანაშაულებებზე გააგრძელოს კლინიკებთან დაკავშირებით რა ხდება ამაზე თავისი რაღაცა სათქმელი თქვას და ნახოთ ამ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას მოუწევს რომ მიყვეს ქალბატონ ეკას ბრძოლას